As გელერეისკენ იქით ბევრად მეტი ხალხია ტაძრისკენ და იქით კიდე რუსთაველის რა ქვია თეატრისა და ოპერისკენ. როდესაც ომი იყო საქართველოში და ვიცი რამდენად მილიონჯერ უფრო რთულია შორიდან გაიაროს დღეები, კინოდღეები, რაც შენს ქვეყანას დაემართება და იცოდნენ რომ მე ერთი წვეთი ეჭვი არ შემიტანია იმაში თუ რამხელა განცდები აქვთ მათ, უბრალოდ არაფერი არ წერია და პირველ რიგში მაყურებლისთვის მე მაყურებელიც ვარ ამ თეატრების ხვახტობით და თქვენთან ერთად შესაბამისად ის გულისტკივილი რომ ან ეჭვი ან კითხვის ნიშანი ითხოვს თუ არა დასის წევრები დირექციასთან ოფიციალურ წერილს და თუ მოითხოვა უარი მიიღო, აი ეს შეკითხვები მაქვს, იმიტომ რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ წყვეტს იმას, რომ შენ განცხადება გამოაქვეყნოს თეატრალური სტუდენტები და აღარაფერი რომ თქვათ იმაზე, რომ უმეტესობა არტისტების გაფიცველი ამ ქვეყანაში, ჩემი ჩათვლით და თავი დავენებოთ იმას, რომ ნაცემი მოცეკვავე და მათ რიგებში ვირიცხებოდი წლების განმავლობაში, გაფიცვაზე ლაპარაკი ზედმეტია ალბათ, იმიტომ რომ გასტროლზე არიან, მე ასეთი პასუხი მივიღე, მაგრამ აი რომ ჩამოვლენ, შესაძლოა ამისი საშუალება მიეცემათ თუ არ მიეცემათ, დაიხშობა რაღაც გზები, მათი ხმის თუ არა, აი ამაში მინდა დარწმუნებული ვიყო რა ხდება. და ჩვენ თხოვეთ ანანასაც, ტყეშელაშვილს და თეკლას ბალერინებს, რომლებიც ასევე ოპერის მოცეკვავეები იყვნენ. ანანო მე წამოვედი ოპერის თეატრიდან 2012 წელს, ეს დიდი ხნის წინ იყო და შემდეგ თქვაც ანუ ჩემზე უფრო უმცროსები არიან და მათი ისტორია და თავგადასავალი თეატრში ბევრად უფრო ახალია. ეგ უერთდება ხალხი. ისიც შემოგვექებოდა, რადგანაც ეს ადამიანის უფლებები ელემენტარული ხმის დახშობის მომენტები პირველად არ ხდება თეატრში და სხვა ადამიანებს ასევე უკვე შექმნათ პრობლემები სითამამის იგივე გამბედავის მოკრების გადადვის იმის რაც ჩემი ელემენტარული უფლება არის და შეგვიძლია ამასაც მიცოთ სიტყვა მადლობა რომ მომისმენთ პრინციპში იგივე რეგენსატორის ხმას ოპერაში ჩვენი გაფიცვის მცდელობა იყო კორონას პერიოდში სადაც პირველად თამამად ამოვიღეთ ხმა ხელფასებთან დაკავშირებით, სამუშაო საათებთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ გავფიცულიყავით ყველა ერთად ავაკრავეთ ხელმოწერები, იურისტი გვყავდა და პრინციპში უკვე რომ უნდა შეგვეტანა განცხადება, რატომღაც შეეშინდათ ხალხს და გამოაწერეს ხედი, ასე ვთქვათ. თუმცა იმის გამო, რომ ჩემ თავზე ავიღე რაღაც პასუხისმგებლობები, თუნდაც განცხადების დაწერის, თუნდაც სიტყვით გამოსვლის, ამის გამო, ну როგორც ხდება ხოლმე ძირითადად ასეთ სფეროებში, ჩემი დაჩაგვრა
დაიწყეს, აღარ მივდიოდი გასტროლებზე, აღარ ცოკვავდი სპექტაკლებში და ბოლოს პოსტით მომივიდა წერილი, რომ გამიშვეს სამსახურიდან. აქედან გამომდინარე შემიძლია თქვა, რომ ერთპიროვნული მმართველობაა ასევე ოპერაში. შემიძლია თქვა, რომ ოპერის უმრავლესი ქორეოგრაფი ჩამოყვანილი არიან რუსეთიდან. ასევე, როდესაც ძალიან ბევრი ბალერინა უბრალოდ რუსეთიდან ჩამოვიდნენ, გამოქცეული ხალხი ოპერაშიც მოიყვანეს ძალიან ბევრი რუსი ბალერინა, რომლებსაც მე მგონი რომ გვარი გადაუკეთეს საფიშეზე ქართული. თუმცა მგონი ქმარი ყავდა ქართველი და ამიტომ არა როგორც ხელმოწერებიდან შენ დარჩი მარტო? არა, ხელმოწერები ყველასი გქონდა, უბრალოდ მე გადაწყვეტეს, რომ ხელმოწერები გამოეწერათ უკან. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ნახევარმა ნაწილმა, მაგრამ აფიშირებული მე ვიყავი ამ ამბის პუნქტის თავი, ასე ვთქვათ. ასევე ვერ ხვდები ფინანსები როგორ ნაწილდება ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ქართველი ქორეოგრაფი ნიჭიერები, ორი ნათიაზის, რომლებსაც ძალიან ბევრი გამოცდილებას მოცემა შეუძლიათ ჩვენი ბალერინებისთვის, თუმცა რაღაც თვითონ ცდილობენ თავიგანი ვითარონ კიდე და რაღაც თავისთვის იცეკვან და ამის მიუხედავად საქართველოს ჩამოყავს თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეები რუსეთიდან და დგავენ თანამედროვე ბალეტს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ციმბირში რომ მიდიოდა და რატომაც მე დაბრუნდა უკან, იმიტომ რომ ციმბირში არ მიიღეს და ჩვენ ისევ ხელგაშლილები დავხდით, მე მგონი ყველაფერი ძალიან მალე დავივიწყეთ. და ვერ ხვდები ჩვენი ქართული საბალეტო დასის საერთოდ საით მიექანება ან ერთი განცხადებაც არ ვუდევთ Facebook გვერდზე სოლიდარობის ამბავში. მე მინდა რომ დავამატო, საერთოდ ყურადღება კი წავიღეთ ოპერისა და ბალეტის მიმართულებით, მაგრამ საქართველოში ასევე არის სხვა სახელმწიფო დასებიც, რომლებიც დღემდე დუმან და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რაღაც დრო იყო, რომ როგორც ესე ჩაკეტილებად მოგვიხსენიებენ რატომღაც მოცეკვავებს და საერთოდ არ ვართ ჩაკეტილები, უბრალოდ ძალიან გაშლილები ვართ და რატომღაც სისტემა მისცა გვასწავლა პატარაობაში, რომ უნდა უსმინო ერთ მთავარს, რაღაც ქორეოგრაფის ქვეშ უნდა იყო და შენი ხმა არაფერს არ ნიშნავს და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ საბჭოთა რაღაც რეჟიმიდან გამოვიდეთ და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამისთვის, რომ გამოვცალკევებულიყავით ამ რეჟიმიდან და სკოლაშიც მაგერთად გვაძალებდნენ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში, რომ რუსულად გვესაუბრა რაღაც მხრივ და დღესაც ამ რეჟიმში მიმდინარეობს და დღესდღეობით, ანუ როდესაც სასწავლებელზე ვსაუბრობთ, დღემდე არავინ არ ეკარება სასწავლებელს და თეატრალურშიც ძალიან ბევრი სტუდენტია, რომელიც ამ სკოლიდან მოდის და სკოლა არის სრულიად რაღაც იზოლირებული ამ სფეროდან და უკვე სფეროში პროფესიონალები აღარ გვყავს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რასაც ვფიქრობ, რომ რაღაც ეს მოვლენები ისე მიდის, რომ ალბათ რაღაცები ერთდროულად უნდა შეიცვალოს და ეს რაღაცები უნდა გამოვიდეს გარეთ და ასევე არის გოგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტი, რომელიც ასევე დუმს და ვფიქრობ, რომ ნათია იყო ასევე თანამშრომელი და ისინიც საკმაოდ ესეთი გაჩუმებულები არიან და მე ვფიქრობ, რომ ესე არ უნდა დარჩეს და ამიტომ მე პირადად გავაკეთე განცხადება ეროვნული ბალეტის უხიშვილების მიმართ, რომელიც ასევე ვფიქრობ, რომ დუმა და არ არიან, ანუ მტკიცე რაღაც პოზიციას არ გამოხატავენ და ვფიქრობ, რომ მთლიანად საქართველოში თითქოს ყველა ცეკვავს, თითქოს რაღაც ცეკვის მიმართულებით არიან წასულები და ჩემ პროფესიაში რაღაც ძალიან მარტო ვიგრძენი მეც თავი და რაღაც მარშიც რომ დავგეგმეთ რა ჩვენი სფეროდან ვინ ვართ, მაგალითად პროფესიონალი მოცეკვავეები, აღმოჩნდით რომ ვართ რაღაც 1-2 ადამიანი, 4-5 მაქსიმუმ, ვინც ცდილობს რომ რაღაცნაირად ყოველ დღე შევუერთდეთ
რაღაც ტალღას და რაღაცნაირად ვერ ვბედავთ, რომ რაღაც დიდი გაერთიანება გავაკეთოთ, სადაც სახელმწიფო დასები, რომელთაც აქვს საშუალება, რომ მათი გაფიცვა მართლა მნიშვნელოვანია და ისინი არ იფიცებიან, მაგრამ ჩვენ ვართ რაღაც აი ფრილანსერები, რომელთაც აი გავიფიცე, მაგრამ ვის გავიფიცე არ ვიცი, ხო? ანუ უბრალოდ ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არის, როცა მივმართავთ მეგობრებს სახელმწიფო კომპანიებში სამხატვრო ხელმძღვანელებს და მე მგონი აი პოსტებიც კი რაღაც დაიგნორეს, წაშალეს, მერე შიდა დაპირისპირებები მიდის თანამშრომლების მიმართ და დაშინებები და დღემდე ეს გრძელდება და აი ამ დაშინებებით ცდილობენ რომ სამომავლოდ რაღაც გამოიყენონ იარაღად რომ შემდეგ ამ ადამიანებმა ვეღარ იმუშაონ და ამის გამო მათ მომავალი აღარ აქვთ და ეს მომავლის არარსებობა იმდენად აშინებს ადამიანებს რომ უბრალოდ ცდილობენ რომ თავიანთ რაღაც ნაჭუჭში ჩაიკეტონ და ამიტომ რაღაც ეს ძალიან ტრამბული არის ბევრისთვის და თუნდაც ის რომ ადამიანი რომელიც თანამშრომელი ცემეს და ელემენტარული რაღაც სოლიდარობის პოსტს ვერ დადებს და დღემდე სახელმწიფო თეატრში სადაც ყველა უნდა დავდიოდეთ და ყველას უნდა გქონდეს საშუალება რომ ნახოთ მაგეთად სპექტაკლი და ესეთი მიმართულებით მიდის უბრალოდ სამომავლოდ მგონია რომ არ უნდა დაუჭიროთ მხარი და რაღაცნაირად უნდა შეიზღუდოს იმიტომ რომ პრობლემა არის ასევე მე მუშაობ შშმ პირებთან და ვასწავლი მათ და როგორც ესე ჩემი პროფესიით ვერ ვჩერდები რომ აი მაგალითად არ ვასწავლო იმიტომ რომ ამ ადამიანებს მაგალითად ძალიან ჭირდებათ რომ იცეკონ და რაღაცნაირად მივეცით საშუალება რომ რაღაცნაირად სივრცე გქონოდათ მაგრამ დღესდღეობით აი ჩემი მიმართულებით მარტო აი შშმ პირებს ვასწავლი და აი მარტო აი ეს მაძლევს საშუალებას რომ ვიმუშაო მაგალითად როგორც მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა აი მეგობრებო როგორც ხედავთ ჩვენ ერთი სფეროს წარმომადგენლები ვართ მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა ხდება სხვა სფეროებში ხო ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ მოთხოვნა აქციის მოთხოვნები რაც არის ეს ორი მთავარი მოთხოვნა მაგრამ აი ეს არის თითქოს ბოლო რაღაც საკითხი ეს ორი საკითხი რომელსაც გადაჭრის სხვა პრობლემებს მაგრამ ეს ყველაფერი დაგროვილი სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა პრობლემების ერთობლიობა რომელიც ცალ-ცალკე რომ დავიწყოთ ლაპარაკი იმდენია რომ მე მგონი არ გვეყოფა ეს ფორმატიც კი ეს არის ბევრი პრობლემა ეს არის სრული კრიზისი რომელიც ყველა დარგს შეეხო და შესაბამისად აი ეს ორი მოთხოვნა არის მართლა რაღაც თითქოს გზა რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს ეს ყველაფერი ეს მინდოდა მე თქვენ იმდენად ისეთ პრობლემებს რომელიც არის კონკრეტულად ამ პროფესიის ალბათ ესე არიან ინჟინერები, ესე არიან ბიზნესმენები, ესე არიან მასწავლებლები, ესეა ყველა დღეს საქართველოში. ეს არის და ეს. მოგესალმებით. მე რაღაც ზოგადად მინდა რაღაც ჩემი აზრი დავაფიქსირო. ან მგონია რომ დღეს ისეთ სიტუაციაა რომ ანუ ალბათ ყველაზე ნათელია ყველაფერი აი ადამიანი რაღაც ორ სიტყვაში შეგიძლია გამოიტანო დასკვნა დღევანდელ სიტუაციაში საით ხარეს არის რა არ ვიცი შეიძლება ჩემი აზრი შეიძლება ვცდები მაგრამ აი თუნდაც მსვლელობების დროსაც ის არ მომწონს აი გამოდის რომ ეძახით ანუ ან თუნდაც აი თქვათ რაღაც უნივერსიტეტის ჩვენ იმ დროს თეატრებში გავდიოდით რა და ხელმძღვანელებს ვეკითხებოდით რომ აი დააფიքს აბა ორივე მხარეს გმობთ აი რაღაც აი მაგეებში უეჭიდავებოდით რა ეგეც თუნდაც აი უნივერსიტეტის განცხადებაც მგონია რომ ანუ არ ვიცი თან ის მგონია კი არა ეგრე არის რომ ანუ ძალიან დიდი ძალა ვართ რა მაგაში 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ უმრავლესობა ვართ თან საკმაოდ დიდი ვიღაცები არიან თქვათ ვინც ჩვენ აზრს იზიარებენ მაგრამ რაღაცა აჩერებთ რა მაგრამ ანუ ის მინდა ვთქვა რომ ჩვენ ანუ ერთი რამე არ არსებობს რომ ვინმე შევცვალოთ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ანუ ყველგან ბევრი ვართ ეხლა მივიდეთ და ვიღაცას ველაპარაკოთ რომ არა შენ ესე თქვი როცა აბსოლუტურად სხვა აზრზე არის და სხვა პოზიცია აქვს აი ხა ძალით იმას რაღაცას ვათქმევინებ თუ არა ეგ ჩემი აზრით არაფერს არ შეცვლის რა და მაგიტო ვფიქრობ რომ მაგ ადამიანების შეცვლაზე რაღაც ჩალენჯს
თავი უნდა დავანებოთ და ანუ ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მაქსიმუმი და ვაკეთოთ რა ეგ მგონია ყველაზე სწორი გზა მაგ მიმართულებით რა ამის თქმა მინდოდა დაიტოვე 2 წუთი მიკროფონი რაღაც მინდა რომ შენი შემთხვევა როცა მოხდა აქციაზე და ყველა ვუყურებდით ამას ანუ ისედაც ცხადი იყო რომ პოლიცია გვერდში არ გვედგა და რაღაცა ტიტუშკები და პოლიცია არ იყო ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი მაგრამ ამ შემთხვევის მერე კიდევ უფრო ცხადი გახდა ეს ყველასთვის და შეგიძლია რომ არ ვიცი ვინმე თუ არის ვინც არ იცის მაგრამ კიდევ ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ და ზუსტად თუ შეგიძლია მოგვიყვე რა და როგორ მოხდა და შენ როდის იგრძენია ეგ რომ პოლიცია გვერდში არ დაგიდგებოდა როგორ არის იცი ანუ ეს ხო ვიცით რაღაცა ეს გედე და ისინი რომ რაღაცა სრულ მორჩილების ქვეშ არიან და რასაც უნდა ტელეფონებს პარავენ ხალხს და ფეხს ეხდიან და ანუ მე ნუ ჩემგან გამომდინარე ვილაპარაკებ რომ მე ანუ ის შეგრძნება არ მქონდა რა მაგაზე არ მიფიქრია რომ ანუ პატრულიც შეიძლება მაგდონეზე მაგაში ყოფილიყო რა გარეული რა ანუ მე გრიბოდოვზე ვცხოვრობ და რაღაც ავედი გამოსაცვლელად და ერთი 10 წუთის არ გავჩერებულა ჩამოვედი და აი ლაგიძის ასახვევში ეგ პატრული იდგა რა თავიდან გადმოსული იყო იყურებოდა აქეთ ბესიკის ბოლოში მათ ხალხს უყურებდა და ნუ ჩაუარე გვერდზე და ჩავჯექი და მანდ აი 2 მანქანით წინ უკვე შევხვდი იმ ხალხს და არაფერი ეგრევე მან ლაპარაკიც არ ყოფილა აქციაზე ჩადისო და ეგრევე დამაყარეს რა და ეს პატრული მთელი ეგ ჩხუბის პერიოდი ანუ ძალიან ბევრი ხალხი იყო 30-40 კაცი იყო უბრალოდ რომ ჩაევლოთ ანუ აი ეგრე ბიტებიან 40 კაცს ნიღბებიან რაღაც საინტერესი მაინც ხომ ფაჯრიდან მაინც ხომ უნდა გადმოეშენა მანქანა ანუ ნოლი რეაქცია რა მე ესე ჩამოვედი და აქედან ავბრუნდი და ისევ იქ იდგნენ და მე ეს ბახუტა და სანდროც ვნახე და უბრალოდ მივედით რომ აი ეგეთი პირდაპირი აი ვერ ხედავ ვერაფერს რომ მოხდა ანუ ძალიან ისე იყო რა რთული მისაღები იყო რომ ანუ აი პატრულამდეც დავიდნენ რომ აი პატრულიც უკვე აღარ არსებობს ქვია ეხლა მაგას აქ შენ რაღაცა რომ მასქნა მაგაზე შეიძლება 2000 ლარიანი ლაზერზე 2000 ლარიანს დაგიწერენ მაგრამ ანუ მან დიდი შანსი იყო რომ ხო ნახეთ ის ვიდეოს ის ტიპის თავზე რო ხტუნაობენ და ანუ გორზე პატრული დგას და არანაირი რეაქცია არ აქვს და რა ეგ ძალიან ისეთი სამწუხარო და საშიში რაღაცა ერთად აი მაგორის კომბინაცია ერთად არის რა როცა მაგას შეესწრები რა და რა მე ხა დამოკიდებულება შეიძლება არასწორი ახლა ბევრი პატრული შეიძლება რაღაც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას მაგრამ ეს ზოგადად თლიანობაში საბოჭდილება და ეს შეხედულება და დამოკიდებულება მე პირადად შემეცვალა რა ანუ აღარ მჯერა არც ერთი არც პატრულის და არც ანუ არავინ ფორმიანი ადამიანისა აღარ მჯერა დღესდღეობით ამ ქვეყანაში რაც ნუ ფაქტებიდან გამომდინარე და არა რაღაც ტელევიზორში ვიღაცამ რაღაცა მომატყუა რა მაგიდან გამომდინარე არ არის ეს მადლობა და ავთო შენს და ნათიანაც მინდა რომ მოყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ბევრისთვის ცნობილი და საინტერესოა. ხო. ნუ მე ვიყავი დაკავებული რამდენიმე დღით, როგორც ბევრი სხვა ჩვენი მოქალაქე. ის რა ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გეტყვით, შიგნით რა ხდება, ისეთი საინტერესო, მაგრამ იცით რა არის ერთ-ერთი რაც პრობლემა რაც მე ვიგრძენი რაც იქ სუფევდა მთლიანად ამ სამყაროში ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამყაროში მე ვნახე ძალიან ბევრი დაღლილი, მოწყენილი, დანერვოზებული, რაღაც განადგურებული პოლიციელები რომელიც გულწრფელად შემეცოდნენ აი რეალურად აი პროსად ტელეფონში სულ ტელეფონში იყურებიან და აი იგივენაირად განიცდიან თითქოს რაღაცებს ასაც ჩვენ სამედნიეროდ მე არ შემხედრია ისეთი ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ გამოუჩენიათ ისეთი სისასტიკე როგორც სხვებთან რაღაც გამიმართლა როგორც ამბობენ მაგრამ აი პრობლემა რაც არის თითქოს აი ამ ადამიანებთან არ გვაქვს ხიდები რა რომ ვესაუბროთ არა და გძნობ რომ მათაც აღიაროთ გძნობთ რომ იგივენაირად უყვართ ალბათ ქვეყანა და ეგ წარმოუდგენთ როგორც შენ
მაგრამ არიან სხვა მხარეს. აი ეს არის ალბათ ისეთი ფუნდამენტური ძირეული პრობლემა, რომელზეც მე პირადად პასუხი არ მაქვს, თუ როგორ უნდა დაველაპარაკოთ ჩვენ ერთმანეთს. ადამიანებს, რომლებიც ვართ ერთი მშობლები გვყავს ფაქტიურად, ხო, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ხო? აი ეს არის ის პრობლემა, რომელიც არ ემკურნალა ამას უკვე მეორე მთავრობაა, თუ მესამე მთავრობაა, თუ მეოთხე მთავრობა, მაინც გვიშვებენ ჩვენ ხან მიშაზგურისთვის, ხან ბიზნესგურისთვის. ესენი არა აქვს ლაპარაკს აზრი. აი ხო და არ მინდა რომ ეგრეა, ეხლა ფაქტი მივიღოთ უნდა იგი მოსემულობა, რომ ანუ რახან 30 წელია ტიპებს ველაპარაკებით და აზრი არ აქვს, 31 წელს აზრი ვერ ექნება, იგივე იქნება რა. თანხმები რაღაც დონეზე უბრალოდ მე რაც შევამჩნია ამათი სტილი, აი როგორ აზრი ანუ სისტემურად ეს მასიურად ეგ შეიძლება ეხლა ვიღაცაზე რაღაც გავლენა მოახდინოს რა, შემო თქვა დალაპარაკება მან რაღაცამ რა. მაგრამ ეხლა მან რაოდენობის ხალხზეც არის ლაპარაკი, უცებ ეხლა ყველას გაუნაცდეს გონება და ვაიმე რას ვაკეთებს, თუმცა ეგ არ მოხდება, ანუ მაგის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ თუნდაც იქ ეხლა აქციაზე სპეცნას წინ დაუდგებით და ქართველები არა ვართ და აი მაგას აზრი არა აქვს რა, ანუ მანდაც იქამდე მივიდივართ, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ჩვენ თავთან რა და ანუ იმათ შეცვლას თავი დავანებოთ. გეთანხმები აბსოლუტურად. უბრალოდ იცი რა არის, თან ხვდები რომ არსებობდეს კარგი ძლიერი ბერკეტები ამ ყველა უკანონობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება. რომ მას უბრალოდ პოლიციას უბრალოდ აღარ აქვს უფლება და ხვდება რომ ვერ გადააჭარბებს თავის მოვალეობებს, ხო, მაგრამ მე რაც ვნახე შიგნით, წარმოიდგინეთ, ზიხარ კარცერში სადღაც, შემოდის პოლიციელი, ვითომ ჯიგრულად გელაპარაკება და გადადიხართ უკვე კამათში ქოცურ-ნაცურ ამბავში, ფორმიანი ტიპი გელაპარაკება პოლიტიკაზე. აი ესეთი ამბავია. აუცილებელია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისწოდეს ჩვენი ხმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეკუთვნის ჩვენ. ჩვენ გვჭირდება გავიგოთ ყველას ხმა. სტუდენტების, რეგიონების, ყველა ფენის და შრის წარმომადგენლის ხმა. ამიტომ დავიბრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. 7 საათზე ტელევიზიასთან გელოდებით ყველას. დავიმარჯვეთ აუცილებლად. მოწოდებებით ჩაგვიარეს და მეც გამოიზარდა მართლაც და ყველაზე მეტად მტკივარული, რომ მას ყავს ძალიან დიდი მაყურებელი და ისინი მსახურებენ რაიმე სიმართლეს ელემენტარულად ვთქვათ. აქვე მოგიყვებით უცებ მაშინ რადგანაც საუბრობდით ადამიანურ მომენტებზე, თვალ წინ გამიგდა ჩემი კადრები, როდეს მე არ მაქვს ვიდეო კადრები ჩემი შემთხვევის, მაგრამ ეს სურათები გამიცოცხლდა, იმიტომ რომ ზუსტად მაგ განწყობით და მოტივით გავყევი მე მათ, როდესაც წამომაყენეს ჩოჩქოლისას, გამოყვანეს და გარდა იმისა, რომ აყენებისას ვთხოვე, რომ ოღონდ დამარყათ და თითქოს ის რამდენიმე წუთი არაფერს მიგებდნენ ცუდს. შემდგომ საუბრისას რაღაცა კითხვებზე პასუხისას მე ვცდილობდი, რომ ჩემი მაქსიმალურად დადებითი მხარე მეჩვენებინა, რომ არ ვარ საშიში, არ ვარ აგრესიული, არ ვარ უზრდელი და ასე შემდეგ და პირიქით კარგ რაღაცებსაც ვეუბნებოდი, რომ ეკუთვნი ხალხი ჩამხარეთ რაღაც ის გაესრო, აი დილად ყოფილიყო ეს ყველაფერი და როგორ შანს არ გაჭრა, ყოველთვის მჯეროდა ხოლმე, რომ გაჭრის შენ თუ შენ ხარეს აჩვენეს ძალიან გორეტი და გაბაროტებული და რაღაც გორეტი დავალების შემსრულებელი უნდა იყო, რომ მიუხედავად ყოველისა ჩვეულებრივ დიალოგში ადამიანს მაინც ჩაარჩა და ეს მოხდა ჩემ შემთხვევაში. ამიტომ მე
ნიში ზოგადად როგორც ასეთში ხო, მაგრამ ეს იყო მაგალითი იმის, რომ შენმა მათში არ გაჩნდა და მაშინ დაჭის არ იცი. მე მართლა არაფერი დამუშავებული მათთვის პირიქით მორჩილად გავუწევი პასუხი, თხოვე, ასე შემდეგ და ასევე მეგონა რომ გამარიდეს, როგორც აბაზიკებული ქალი, გოგონა, რა მნიშვნელობა აქვს, რომ აი ჩოჩქოს გაარიდეს და ვიფიქრე, რომ ხალხები არ არიან არქცეველი სიდეთ, მომარიდეს დროს დავარქვა და ჩავარდა ჩემზე. და ჩემს შევარდები, მაგრამ არა ძალიან მწარად შევწდი. ბაია, შენ მოხდა ახლა ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ზუსტად როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა, ისე ვცდილობთ ჩვენც, რომ ამ უნივერსიტეტიდან ისმოდეს სტუდენტების ხმა და ზუსტად იმავე ბრძოლაში ვართ ჩვენსა. ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ უნივერსიტეტში 4 წელი ვსწავლობთ თითქოს სისტემასთან ბრძოლას, როგორც სისტემის პატარა მოდელთან. 4 წლის განმავლობაში პროფესიის მაგივრად შეიძლება ვთქვათ, რომ ვსწავლობთ ამას და ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხო, იმედი მაქვს, რომ ბევრი ვიქნებით, გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, აქ რომ მოხვედით და ჩვენი გამოცდილებები გაბიზიარეთ. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ერთმანეთში ისედაც. მადლობა, რომ ხარს გვიჭერთ, ამას გვგრძნობთ. ყველა თითოეული ჩვენგანი, ვინც შიგნით ვართ და არა მარტო, თქვენ გვაძლიერებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე მინდა კიდე რაღაც დავამატო, ბაიამ რო თქვა, რომ ეს არის სისტემის პატარა მოდელი. მართლა ესეა, იმიტომ რომ თავიდან როცა ვცდილობდით საუბარს თუნდაც რექტორთან, გვეგონა რომ რაღაც შეიძლებოდა აქედან გამოსულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ამ მცდელობების დროს ვწმუნდებოდით, რომ იქიდან უბრალოდ იმდენად აბსურდული პასუხები მოდიოდა, როგორც თავის ერთი დღეს სხვა რაღაცას იტყოდნენ, მეორე დღეს საერთოდ შეცვლიდნენ თავის ნათქვამს. ანუ მართლა კომიკური გახდა ეს ყველაფერი, სერიოზულად ვერ მიიღებ უბრალოდ ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ და არ ვიცი, ზუსტად აი ეგ არის დღესაც ჩვენი სისტემა, რასაც აკეთებს. უბრალოდ იმდენად სასაცილოა მათი ნებისმიერი სიტყვა, იმდენად არ შეესაბამება რეალობას და არაფერში არ ჯდება უკვე ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ დღეს სტუდენტებს დამოკიდებულებაც გვაქვს და როგორი შემართებითაც ვართ, რომ არ ვიცი, ძალიან როგორც ვთქვა, ძალიან ცდილობენ ჩვენ იმას შეშინებას, ძალიან ცდილობენ, რომ ფოიეში არ დავრჩეთ და ყველა ხერხს ხმარობენ ამისთვის. ხან 8 კაციან შეზღუდვას გვიწესებენ, ხან გვხვეწებიან, რომ დღეს 5 დარჩით და ხვალ ყველა შემოგიშვება და რა თქმა უნდა მეორე დღეს ისევ 5 გვიშვებენ ან 8-ს. აი, გათხოვებაზე ვიყავდა ელემენტარული თხოვნა, ყველაფერი, მაგრამ დღეს შიგნით ხან 15 ვრჩებით, ხან 20 ვართ, ჩვენიერი გათხოვებები, ლეიბები, PlayStation-ი, პროექტორი, ანუ ჩვენ კარგად ვართ და მგონია, რომ ეს არის ზუსტად როგორც ჩვენი საზოგადოება არის დღეს, ჩვენ ძალიან კარგად ვართ, მთელი საქართველოს საზოგადოება და ვერანაირი სისტემა ვერ შეგვაშინებს და ვერანაირი სისტემა ვერ გაიძულებს, რომ სახლში დავრჩეთ და უსამართლობას თვალებში არ შევხედოთ. მით უმეტეს, როცა ჩვენი მეგობრები არიან ციხეში, უსამართლოდ დაპატიმრებულები, ჩვენი თანატოლები, თესეუს სტუდენტები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და დეკანი, ანდრო ჭიჭინაძე, ჩვენი მეგობრები და სხვა კიდევ ძალიან ბევრი უსამართლოდ დაკავებული. ეს მინდა ვთქვა, რომ ამ საზოგადოებას არაფრის არ ეშინია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აქვე დავამატებ ცესილი დავითაძის ვახსენებთ, გიორგის დას, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე მოცეკვავეა დასის წევრია და ისიც ჩვენ რიგებში და რიცხვშია, რომელსაც ესეთი თანადგომა ჭირდება და უფრო ხმამაღალიც, უფრო იმ ადგილებიდან, რომელსაც დიდი ძალა აქვს, ბევრად უფრო და ხალხთან ეს სიმართლე უნდა მიდიოდეს. ვინმეს რამის თქმა თუ გინდათ შეგიძლიათ აუდიტორიიდანაც ნებისმიერი კითხვა, აი შაკო, მოდი. და ხო, კიდე თქვენ გინდოდათ ხო? კი.
აუცილებლად. ესე იგი, ხო, მე სტუდენტი ვარ და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე და ესე იგი, რამდენიმე რაღაც მოხდა ამ დღის მანძილზე, რაც იყო ძალიან უსამართლო და ერთ-ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო რა, რაც იყო რაღაც ძალიან უსამართლო, ძალიან ამორალური ჩემი აზრით რა. ერთ დღეს როცა ის ფაქტია რომ არც გაფრობა არ იყო, როცა დავიწყო პროტესტი, უარსკვლავებდნენ რომ თქვა შესულიყავით, ყინავდნენ და ასე შემდეგ და ერთ-ერთი დღეს დაახლოებით 3 თვის წინ ქონდა გამართული დიალოგი რექტორთან რა. ხო და ამ პროცესში რაღაც როცა გაიმართა ეს დიალოგი, შემდეგ რაღაც გავწყვიტეთ ეს დიალოგი რამდენიმე ხნით, ჩავედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ რომ რაღაც ეს თუ კომპრომისო ულტიმატუმით წავაყენებინა, იმიტომ რომ რას თქვი შენ რომ მაგალითად ის საუბარი არ შეიძლება ამათთან იმდენად გამხდარიათ მაგაში ბოლომდე გადახები და უკვე ფაქტი იყო ის რომ მასთან საუბარი შეუძლებელი იყო და ამ კრიტიკულ და ემოციურ მომენტში რომ საუბრობთ და თქვით რომ ჩვენი მოთხოვნები წავაყენეთ რაღაც სადეში დაწესვა იმით რომ დაგვემუქრნენ ერთგვარად და მას ვიტყვი რომ ეს ღია მუქრა და გავხსნილა რომ ღამე საპოლიციო ძალებით დაგვერბევდნენ თუ დავრჩებოდით 5-ზე მეტი კაცი, როცა შევიდეთ 8 და ძალიან აუიკურია ეს, მაგრამ ხო ეგ იყო რაღაც შიშის გამოუწევ პროტესტთან ფაზაში და აგრეთვე გითხრა რექტორმა ადმინისტრაციის წევრმა რომ ზევიდან დაურეკეს და უთხრეს რომ გვემუქრებოდა ერთობლივად რაღაც იქნა დღეს რეორგანიზება ადმინისტრაციის, რომელიც იდეაში ჩვენს მოთხოვნებს ითვალისწინებდა და ელემენტარული იმპათის გვდებდა ბჭყალებში რომ ჩვენთან დისკუსია ქონოდა. თუ რეორგანიზება მოხდებოდა, მოკლედ ანუ სხვები დანიშნებოდნენ ზევიდან, სხვა ადმინისტრაცია, სხვა რექტორი და იმ კეთილნებას ბჭყალებში, რომელიც რაღაც გაიღეს, როგორ საუბრობდნენ და ჩვენს მოთხოვნებს იცნობდნენ, რომელიც არ შეასრულეს არც ერთი, ამას აღარ იზამ და აღარავი. და ერთგვარად იმ რაღაც ნარატივს ატარებენ, როცა ვცდილობთ ამათთან საუბარს, რომ ვართ ერთიანი ძალა, როცა ესაა მარტივი სპეკულაცია და არაერთხელ საერთოდ მათთან დიალოგი და არასწორი იყო თავის არში ეს ყველაფერი და მინდა რომ იცოდეთ რომ როცა საქმე იმ თემამდე მიდის რომ რაღაც ჭეშმარიტი რაღაც ეფექტის გამომწვევი ულტიმატუმი გვაქვს და ჭეშმარიტი მოთხოვნა, ამას წინ უქთავენ და უყენებენ წინ შიშს და გვაშინებენ საპოლიციო ძალებით, რეორგანიზებით და ასე შემდეგ რა. და ხო ანუ ეხლა გავიდეთ დღეები, აქ ვართ რა და რაღაც ერთგვარად სასაუბრო და სადისკუსიო არის ნამდვილად თუ რა ვქნათ და ის ფაქტი არის რომ უშიშრად ვართ და ვერაფერი ვეღარ წამოჩვენთ და ეს ყველაფერი ტყუილი იყო რაც გითხრეს და გსურს მაგაზე რაღაც თქვენი აზრი მოვისმინეთ რა თუ რა იქნება თქვენი აზრით რაღაც ეფექტური შედეგიანი როგორ გავახსენოთ ჩვენი პროტესტი და მგონია რომ მარტივ გამარჯვებებით უკვე გავალთ ფონს რა და ხო ეგ არის უბრალოდ რაც მინდა რა.
მოგესალმებით, მიხარია ძალიან ვამაყობ თქვენი თვითოდეთ. მე რაც ეხლა პირველ არხმა ჩაიარა და მინდა რომ იმ თანხას, რომელსაც ვიხდით, თუნდაც სხვადასხვა რაღაცების დაფინანსებაში, უნდა იყოს ასახული და გარკვეული რაში ვიხდით. მაგალითად, პირველ არხმა ჩაიარა და ჩვენ მათ გადასახადებს ვუხდით, რომ მათ ვაფინანსებთ. თითოეულ ჩვენგანის ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებაში თანხა გადის და ჩვენ ვითხოვთ იმ არხზე წუთებს და საათებსაც კი ვერა. შეიძლება 45 წუთი დავითმონ დიდი ბრძოლის შედეგად და კვირაში რამდენიმე საათს ძლივს მივაღწიეთ. ისიც ეხლა რის ფასად. მე რაც მაკლი, აი მე რა დასკვნამდე მივედი. არის ქვეყნები, როდესაც აქვთ მაქსიმალური სოლიდარობა. მაგალითად, თუ ტრანსპორტის რომელიმე ერთი მძღოლი იტყვის, რომ მასზე განხორციელდა და უკანონო მაგალითად ან თანხის დაქვითა ან რაღაცა და დაიწყებს პროტესტს. მთელი გუნდი აყვება და თუ შტატი არის, მაგალითად, მთელი შტატი იფიცება, თუ გერმანიასაც კიდე რომ მთლიანად იფიცებიან, ანუ ერთმა თუ გამოაცხადა და დაასაბუთა და თქვა, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა უკანონობა, ეს ხდება სისტემური. მე მინდა რომ ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, რომ მეშახტე რომ გაიფიცება, იმას ყველა ავყვეთ. გესმით, ანუ თბილისში მეშახტეები ანუ თბილისი იქიდან ხო ვერ გაგვაგონეს, თბილისში ჩამოვიდნენ და ოჯახებით შიმშილობდნენ პირა მოკელი მეშახტეები და ჩვენ არავის არ ესმოდა მათი ხმა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ეს წელს მარტო არ მომხდარა, ეს ბევრჯერ მოხდა. და მე მინდა რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სოლიდარულები. თეატრალში, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება და ჩემი შვილიც იქ არის თემო და მინდა რომ ეს იყოს დიდი გუნდი მინდა იყოთ. ერთს როცა დაგარტყამენ და მინდა რომ გითხრათ. იმიტომ კი არ დაგინდობდნენ რომ თბილად ელაპარაკებოდით. ისინი ძალადობრივი სისტემაა და მოძალადესთან სიტყვებს ვერ შეარჩევ. არ არსებობს თქვენი კეთილსინდისიერება მას კიდევ უფრო მეტად პატარას აჩენს და კიდევ უფრო დაუნდობელი ხდება. ვწუხარ რომ ეს იმედგაცრუება გამოცადეთ. მოძალადესთან ეგ ნამდვილად მწვნეთ არ ჭრის. ჩვენ გვაქვს მოძალადეობრივი სისტემა. ჩვენ გვყავს ქვეყანაში ფემიციდის არნახული მასშტაბი და ჩვენ როგორ ვიჯერებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში კაცების მასა, ესეთი გორასავით კაცები სადმე დაგვინდობენ. ის კაცები, მასკიანი კაცები კი არა, ოჯახში ქალებს, ცოლებს 5-6 შვილის თანდასწრებით კლავენ და ჩვენ არ ვიცავთ მაგ ქალებს. მასა ჩვენ უნდა აღვდგეთ ძალადობის წინააღმდეგ. ერთ როდესაც გაარტყამენ, იქ უნდა დადგეს მთელი ქვეყანა და თუ არ იმუშავებს სისტემები, ნახეთ, იმუშავებს. როდესაც ერთი უნივერსიტეტი არის გაფიცული, მთელი უნივერსიტეტები გვერდით უნდა აუდგეს. მე მინდა რომ მივმართო ძალიან მაგარ ბუნდუქიცის უნივერსიტეტს, ძალიან ვამაყობ მათი და მინდა რომ მათი წყალი ყველა უნივერსიტეტს გადმოესხას. ნამდვილად ეტყობა და სხვა უნივერსიტეტებსაც ვერ ვიტყვი, ბევრი კარგი უნივერსიტეტი გვაქვს და ვათი ძალიან ვამაყობ და მინდა რომ ეს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და დღეს აქ მინდა რომ ხედავდე მე მათ, რომ შეიძლება არც იციან, რომ აქ სტუდენტები ღამეებს ათევენ, დღე და ღამე 24 საათიანი რეჟიმით აქ არიან. ძალიან ვამაყობ მათი თქვენით და მინდა რომ მარტოები არ იყოთ და აი ეს სოლიდარობა თუნდაც ერთმანეთის გუნდური ფია თუ რა მე ყველა ერთმანეთს აყვება. ნახე ერთ უსამართლობაზე რომ ყველა გაიფიცება, ეს იქნება მაგალითი იმისი, რომ რას ნიშნავს სოლიდარობა და ჩვენ თუ გავიქნებით უფრო სოლიდარობა, ვერცერთ სახელმწიფო ამას წინააღმდეგ ვეღარ აღვდგება. როდესაც ერთი ბანკის თანამშრომელს უსამართლოდ მოიქცევიან და გაანთავისუფლებენ და იმას თუ მთელი აი ყველა ერთპიროვნულად დაყრის პასტას და ფურცელს და ადგება და იტყვის, რომ ჩვენ ვიფიცებით იმ ერთის უფლებების დასაცავად, იქ ჩაგრული აღარავინ აღარ იქნება. ჩვენ ესეთ საზოგადოება უნდა შევდგეთ და მე ჯერა რომ ამის პოტენციალი ჩვენ გაგვაჩნია. იმის დამატება მინდა, რომ ფაქტია, რომ შიში
ამოწრავებს ახლა ყველაფერს და შიშით და დაშინებით ცდილობენ რაღაც სისტემის მართვას. და ჩვენი მიზანი ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ის იქნება, რომ რაღაც მათ დანაშაულებები ვამხილოთ, მათი ყოველი არასწორი ნაბიჯზე ამოვიღოთ ხმა და ალბათ პირველ რიგში სოლიდარობა მართალია, რაც შეგვიძლია რომ გამოვიჩინოთ. მეც პირადად ვარ ოპერიდან გამოგდებული მსხვერპლი, ასე ვთქვათ, სადაც დასის სხვა მსახიობებმა ვერ გამიწიეს უბრალოდ სოლიდარობა. მიუხედავად იმისა უკვე ვახსენე, რომ ერთად ვაპირებდით გაფიცვას, იმიტომ რომ მესმის ამ ადამიანებისაც სამ-სამი შვილი ყავთ და ოჯახები ყავთ და მესმის ძალიან კარგად, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ისინიც პატარა მოდული არის ჩვენი სახელმწიფოს. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი დისკუსიისთვის, ალბათ მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერიც და გამოიღებს შედეგს აუცილებლად, რადგან ეს ბრძოლაც არ არის მოკლე პერიოდიანი და იქნება ხანგრძლივად. ალბათ ესეთ შეკრებებში დაიბადება რაღაც კარგი იდეები და მოვიფიქრებთ ერთად, რისი გაკვეთება შეგვიძლია სამომავლოდ. შუქსურთ კიდევ ვინმეს რამის ამდება? ასევე სოლიდარობასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და ის ადამიანები, ვინც გაიფიცნენ თავის დროზე და ხარი ვერ დაუჭირეთ, ასევე ბევრი ამბავი მოხდა და თავს იკავებენ მაგალითად ეხლა გრძნობენ, რომ აღარ გამოდიან, იმიტომ რომ რაღაც დაცლილები არიან და უნაროები, მინდა რომ გავაორბაგოთ ეს სოლიდარობა და ყველა თანამშრომელს, ყველაფერი რაც ბალდაში ხდება, მაღაროს მხრივ, ყველა ის ერთი ქალით რომ მარტო დავტოვეთ, ყველას ვიცეთ სოლიდარობა და რაღაც ხო დავდგეთ უფრო ძლიერად. ხო, ეს მინდოდა რომ და რაც ეს აღმოთხოვილი ერთგვარი რა. ამავე დროს როცა ამდენი სტუდენტი ვდგავართ აქ, რაღაც დაცვას არ აქვს უფლება, რომ დაცვის ერთგვარი ლიმიტი და გითხრას, რომ რაღაც როტაციის შესვლა შეიძლება არ შეიძლება. მithome ეს პირობის მე რომელიც დაარღვია რექტორმა რა. და 8 კაცი არის ლიმიტი ახლა მათი ხედვით და ჩვენ მაინც ვჭდებით ჯერჯერობით მორალურ ჩარჩოებში და უთავისწინებთ მათ და 8 კაცს როცა არის შიგნით ესა მაქსიმუმი დანარჩენები ვდგავართ გარეთ ხოლმე და ვიყინებით და ხდება რაღაც საპირეს განმავლობაში ჩანსება თუ 8 კაციდან ერთი გამოდის, ერთი არ ხდება. როცა მგონია რომ რეალ არც სამისი იურიდიული და არც სამისი რაღაც მორალური უფლება არ აქვს რომ 8 კაციან ლიმიტი დაგვიწესონ რა. და ხოლმე მინდა რომ ეს დანაშაული ცოდეთ, ერთი ის არის რომ პირობა დაიდოლა ეს ხუთხვილი რექტორისგან და მეორე ის არის რომ დაცვა არ გუშავს შიგნით და 8 კაცი არის იდეაში ლიმიტი და არის ხო სასწაული ძალიან რა. სასწაული არის გამაგისიანებელი ძალიან და ხო თუ კიდევ გამახსენდა რაღაც აგრესია შემოწვა გეტყვით რა. დაბანის გარეშე 8 კაციანი ლიმიტი საიდან მოიტანეს? ანუ რა არის საფუძველი და 8 მაინც და არა 9? ხო, ანუ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი რეალურად რა. პირველ დღეს 35-მდე ვიყავით და ეხლა 50-მდე სადის იმ ადამიანების სტუდენტების რაოდენობა, ვისაც შეუძლია ღამის გათენება და დარჩენა და დილით ვენაცვლებით ერთმანეთს და შემდეგ, მაგრამ ალბათ როდესაც გიორგი შალუტაშვილმა დაინახა რომ ჩვენ ბევრი ვიყავით და ეს იყო პირველ დღეს როცა მართლა ძალიან ბევრი ვიყავით, ამის მერე დააწესა ეს ლიმიტი. არაფერი კანონში ეს არ წერია. ნუ 11 საათის შემდეგ ღამე კიდევ ხო 11 საათის მერე კიდევ მე ლიმიტი იყოს, მაგრამ
ხო, დღის განმავლობაში აბსურდია, რომ საკუთარ უნივერსიტეტში შესვლა არ შეგეძლო სტუდენტს, როცა რექტორი და სხვა ლექტორები თუ ადმინისტრაციის წევრები თავისუფლად დადიან, რამდენიც უნდათ იმდენი. ხო, მაშინ სტუდენტს რატო ეზღუდება? მით უმეტეს ჩვენ არც ერთხელ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რამე გაგვეფუჭებინა, ან ინფრასტრუქტურა, ან რაღაც მაქსიმალურად კარგად ვიქცევით რა, ესე რომ ვთქვა და ხო ეს ვაკაციანი ლიმიტი თავისით მოიფიქრა ბატონმა გიორგიმ და ხო მე უკვე ეს 8-ზე ბევრა და გადაასწორა 5-ზე რომ დღეს ვთხოვთ შემისრულეთ რომ 5 დარჩეთ და ხვალ რამდენიც გინდათ რომ მე გაგიღებს კახო მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ მოხდა და ყველანაირად თავს არიდებს ჩვენთან საუბარს მაქსიმალურად მოკლედ გვიჭრის და ჩვენ სიმართლე ვთქვა სასაუბროც მასთან აღარაფერი გვაქვს და მასთან მოლაპარაკებებზე წასვლას არ ვაპირებთ და არანაირი თხოვნა და არაფერი იმიტომ რომ როგორც თქვი უკვე დღეს ჩვენ ისე ვართ გაძლიერებულები რომ შეგვიძლია ჩვენი სათქმელი პირდაპირ ბატონ გიორგის ნებართვის გარეშე დავაფიქსიროთ და ანუ აქაც ხედავთ რომ ეს ადრე შეუძლებელი იქნებოდა რომ ამ ადამიანების ფოტოები გამოგვეკრა აი ორი დროშის ჩამოკიდება მაგის უფლება არ მოგცეს იმიტომ რომ მე ესე თქვა ბატონმა გიორგიმ რომ არ ვარ დროშების წინააღმდეგი მაგრამ აუდიტორიაში ასვლის უფლებას ვერ მოგცემთო და ნუ ჩვენ გარედან მოვადგით კორსო იტალიიდან გადმოვიტანეთ კიბე და გარედან დავკიდეთ ეს დროშები. რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე რის უფლებასაც არ გვაძლევენ, ჩვენ მაინც ვაკეთებთ. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს. ხო, დენის წყაროზე არ გვაქვს წვდომა იქ შტეფსელს კინოთვენება ჰქონდა და არ გამოგვეყვანინეს იქიდან შტეფსელი არ შეგვაერთებინეს და ბურგერ ჰაუსმა დაგვითმო. და ნუ ამ სკამებზე უკვე არც გვიკითხავს რომ თუ გათხოვთ პირდაპირ მელნიკოვამ გათხოვა ეს სკამები დინამიკი გათხოვა პრაქტიკამ და ასე შემდეგ ბევრი მეგობარი სამედიან სკამები არა მეგობრები ძალიან ბევრი ადამიანი გვიხმარება ხო რომ დავიწყო ჩამოწყვა საჭმელი რამდენს მოაქვს და ლეიბები და ასე შემდეგ ვერც დავასრულებ ძალიან დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და მადლობა დღესაც რომ მოხვედით. კიდევ ვიკითხავ ვინმეს რამის თქვა თუ უნდა თქვენ კი ბატონო გისმენთ. ჯობია. მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ ამ შემთხვევაში. უბრალოდ ვიცავი იურგი ჩემ ცემის ხოზე თქვენზე. ხო არა მაყურებლის მერე ბეისბოლის ბიტით პატროლებები მოგვარი რაღაცა ერთი ბოლოს შევეჭრხო. შინაგანად მოძულებას გამოვლილი ვარ პროგრამის ვეტერანი ვარ თქვენ ვიტყოდი სიოფასზე იქნება ჩემთვის იქ მართლა ვეტერანები არ რამდენები უთმობ მე ესე ვთქვა მომიწია გულგონიკა ნახა მაგალითად და ჩავე ნუ სხვათა შორის თემით მოვლილი წინ დაუყანდა ვაჟკაცობაზე ზამოჟნას პირველი ხარისხის ორდენოსანი ვარ ესე გამოვლილი ну ისეთ ადგილას აღმოჩნდი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღე რომ არც ერთი პროფესიონალი სამხედროც კი არ წამომყვა დავით ეტაბილეთ ვაძინკანეცო ну მეთქი ჩემი შეფასებით შანსი არის ერთი 100-დან თუ გინს და მე ვცდი მაინც ну წადე და ის ორი ბიჭი პირდაპირ მნიშვნელობით გადავარჩინეთ ჯოჯოხეთში შევედი მოხალისეთ სამხედროს თუ მოვალეობა იცი რა გადაგებული მე მოხალისეთ ეს ძალიან დიდი განსხვავება ფაქტობრივად მაგა შევეხები ჩვენ ბიჭებთან დაკავშირებით რა მткиვა მე მართლა შინაგანა გულში ну გონი შენც ვიცანი პლაკატზე ბალერინა შენ ხარ მოვიდექი მათ მიტინგზე და შენ სურათს მივაშტერდი ეგრე და ჩემთან ხებაზე დავდეკიდეს რომ აი შეხედე მეთქი აწერია ამაზე გოგო აი მართლა ხელის გულზე დასასრული მეთქი ამაზე ეს არ არის შემთხვევით მოხდა ხო ეს აი გოგო არის მეთქი მინა ნაცემი მიზანი მართულად თან ბალერინა წერი ხო და მაგასე კიდე ერთი გოგო გამახსენდა რომ აუქნა ვიდექიო იქ ტროტუარზე დროშა მეჭირაო ჩვეულებრივ მოვიდა დროშა წამომართვაშო და მაგ დროშას ეყოლაიკეთ ხო მაგრამ აუქნა აბა ეგრე ექცევიან ქართულ მალტინგოსებს და გული მართლა ეხლა ორი ემოცია მქონდა ეს დღეები პირველივე დღიდან აქ ვარ
ერთი მხრივ მაგრად მიხარია, რომ აიგეთ გულანთებულ ლამაზ მომავალთაობას თქვენ ხელში საქართველოს მომავალი იქნება ეგეთი. მართლა და ვცდილობთ, რომ აი ეს ართმეული ძალაუფლება და ხელისუფლება როგორმე ისევ თქვენამდე მოვიტანოთ. იმიტომ რომ თემა ხუთიანზე იცის ჩვენი ფსიქოტიპი. და აი მაგრა ხუთიანზე შეგვისრულა ამ ვანიაშვილის თამადობით, იქ რაღაც ამაგი ჩაადაათესინა, აძარია აშენა ეს და აი ეს დამოუკიდებლობას როგორც කියලා ჩარკვიანმა თქვა, ვერ გაუფრთხილდით ჩვენ. კიდე მონღოლსა აქ ჩვენთვის დიაგნოზი დასმული, თქვენ ქართველებს ერთმანეთი რო გეზიზღებათ, ეგრე მტერი რო გეზიზღებოდით, რაღა გიჭირთ. ჩვენივე წმინდანებს არ უსმენთ ხოლმე ეგეთ მომენტებში მახსენდება ხოლმე გურამის ქართველიშვილს აი მოკლე ეგ პროექტიც მოკლეს, ამათმა ყველაფერი ეროვნული მოკლეს. კაცი როგორც ცდილობს შეაკოწიწოს რამენაერად ისტორიული მომენტები, რომ ცნობიერება შეგვინარჩუნოს მომავალთაობას და თვალით დაგვანახოს თუ ვინ ჩვენი სუსტი წერტილები. რა, ხო მარიამ დედოფლის ბოლო მარიამ დედოფლის სიტყვები მახსენდება ხოლმე, ანდერძათ აქ დატოვებული. ჩვენ რა გვეგონა ქართველებს თუ ამ ხილას სისხლის ფასად ძლივს განდევნილი მოყვა. ლავ ოღონდ უკვე ქრისტეს საფარქვეშ მოგვევლინებოდა. მარიამ დედოფალი, საქართველოს ბოლო დედოფალი. მეორე ემოცია ეს გულის ტკივილი ზუსტად ისაა, რაც აი ხედავ ეს დღეები ის ვინც თქვენ უნდა საქართველოს მოქალაქეს როგორც ეგეთი უნდა იცავდეს ის ჩაგრავს აი რავი ამ ახალგაზრდა გოგობიჭებს ძვლებში ტყეებს ცემს რა მოქალაქე როგორც ეგეთი ეს დღეები აქ გმირობას ჩადის იქ რაც იყო აქ ბარიკადები და ჭხუბი და დარაობა რავი ეს გმირობისტო მოქალაქე საქართველოს მოქალაქემ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ ქვეყნის წინაშე შიშველი ხელებით რუსულ ომს. ეხლა მე მეგონა რომ კრემლს იქ ვებრძოდი და აღმოჩნდა რომ აქ დაბრუნებულს აქ ისე ღრმად გამდგარი ფესვები რომ ამას ბოდიში უღოს უმტკივნეულოდ ეს პროცესი არ ჩაივლის. ჩვენ ძალიან კარგად ყველანი ხვდებოდით, ეს არ მოხდა ერთ დღეში, ეს ხდებოდა 12 წლის განმავლობაში. აბა მიშა გინდა, აბა გრიშა გინდა ეს ერთმანეთზე გადამტერება. და ნუ ეს ნელა ხდებოდა. ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რეები გვაყლაპეს და ვჭამეთ. იმიტომ რომ ვიღაც პერსონაჟები ახლა სიტყვაზე ჩვენ მხარეს იცავენ. როგორც ჩემთვის ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მეგობარი არასოდეს არ გახდება. იმიტომ რომ მაინც რაღაც იმის ნამუსის მატარებელი ადამიანი. მე უბრალოდ ერთი ეპიზოდი მახსენდება ხოლმე, როცა შენ სულას უყურებდი. იქ რის გამოც მომცეს ეს ორდენი. იქ ერთ-ერთ პოზიციაზე როცა ვიცავდი ამ დაჭრილი ჩვენი ჯოჯოხები და გამოსულაზე კიდე უკან მაგათი ზურგის გასამაგრებლად დავში და ტყუიებს მე ვანალიზებდი ჩემში რა ხდებოდა ვაში როგორ აღმოჩნდი იქ როცა მართლა ისეთი სიტუაცია იყო რომ პროფესიონალი სამხედროები არ შეხედავ და რემბოა ასმული აქვს ყველა კრემლს ავიღებთ და ის არ მოყვება აი ზუსტად ამ ხო თქვენ რასაც ლაპარაკობთ მაგაზე გამახსენდა გიორგი ბახუტაშვილის მაგალითი რა რომელმაც აი ესე ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანი რომელიც გონზეც არ იყო და კიდევ უტყავდნენ გამოიყვანა გადაარჩინა ფაქტობრივად და ნუ უცებ ვიგებთ რომ გიორგიც დაჭერილია ხო მაგიტო ყვები ახლა მარკ ავრელიუსს აქ რა თქვა მე ნეომარიო თავის გმირობაზე არ ყველა ჩუმათავარ მაგრამ მაინც მინდა რომ ვასაუბროთ გიორგი და ჩუმათ ვარ ხოლმე მეთქი ვეტერანი არა ვარ უბრალოდ მომეწია მაგომში გავловო ერთი კადრის შედარებისთვის რატო დავიწყე და რატო ვითხოვე სიტყვა აი ერთ-ერთ პოზიციაზე რო ვიცავდი რაღაც ორკების ჯგუფი გადარბოდა და ნუ ბუნებრივია რომ მეუში დაიჭრა ერთი
დაიჭრა, დაეცა და კარგად რო ამოვიღე მიზანში მეორე დააგდო იარაღი მივიდა მაგასთან და ეხმარება მაგასთან ერთად წაიქცა და ეჩალიჩება რომ ღობემდე მიიყვანოს და მიზანში ამოღებული და ვერ ვესვრი რაღაც შიგნით ხმა მითხრა დავით არქა არ ვიცი ახლა იმათმა თვითონ კარგად ღმერთმა კარგად იცის უკეთ რატო იმაშოვოს მე ჩემში ვერ ვესროლე აი მაგ მოვლენას რომ თანამებრძოლე თავის სიანს ეხმარება ჩემში ვერ მოუკალიე მაგას ვერ ვესროლე თორემ მტერია ორიოდე კვირის წინ ბიჭმა დამილია სული ხელზე აი მუშ უტენიდი მუში რომ როგორმე გამეჩერებე აი ეგრე გამწარებულმაც ვერ ვესროლე და აქ ხედავ რომ ქართველი ქართველს წაქცეულს იმის მაგივრად ხელს უწვდიდეს ამოყენებაში კიდე ზემოდან წირს აზიმებს ანუ ეგ არ ჯდება ეგ უკვე ყველა ადამიანის პასუხისგებლობაა რომ იტყვიან სულ რომ ჯოჯოხეთში მოხდე ადამიანობა შეინარჩუნო და ეს აქ რაც ხდება ტრაგედია საქართველოს მოქალაქე არის ხუთოსანი პოლიცია არის ჩემი ღრმარწმენით ფიცის დამდები და ღირსება აყრილი ამ მომენტში სრული ყველანაირი გაზვიადების გარეშე და კიდე ქართულ ჯარზე წყდება გული არ ვიცი ჯარი სკაცი საქართველოს მოქალაქე აქ რუსთაველზე როცა ებრძოდნენ ვებრძოდით რუსულ მართლა ყუდიანებს აი პიტით რომ დავდიოდით თაწმინდაზე მაგის თაწმინდაზე გესმის წმინდა მთა ჩვენ ვიღაც ყუდიანები დარბიან და გულანთებელ მომავალთაობას სცენენ ტყებენ ზურებში ჩემთვის არის ეს გაუგებარი რაღაცები ხა მე ერთი მოქალაქე ერთი კუცე კაცი ვარო და ჩემს აკეთებელს ყოველთვის გავაკეთებ ყველაფრით რითიც შევძლები დაგეხმარები კი გამომიწევს თვითარი და აი პატრონს უთხარი ერთი თქვენ საქართველოს კონსტიტუციას ეკცევით ტუალეტის ქაღალდებით და მე შესაბამისად თქვენ თვითას მოვეცე მადლობა დიდი მადლობა გიორგის თქო შემოგიერთეთ ორი სიტყვით თევანდელ სასამართლოზეც რომ გითხრეს და მანამდე როცა ანანო იტყვის რაღაცას და შენ რო გითხრა გიორგი კარგი მე მითხარი თუ ბახუტაზე ხო უბრალოდ რახან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვარ და არ შემიძლია რომ სოლიდარობა ასევე არ გამოუცხადო LGBT და queer თემის წარმომადგენლებს რატომღაც იშვიათად ჟღერდება ხოლმე მაინც შედარებით სოლიდარობა მათ ერთად შეკრების და დისკუსიის საშუალებაც არ ეძლევა ჩვენგან განსხვავებით და როგორც ხელოვანი მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს კანონი რა კანონიც მიიღეს იმიტომ რომ ჩემთვის მაგ ამბავში ჩარჩოში მოქცევა საერთოდ წარმოუდგენელი არის რას ნიშნავს და სანამ ამ ადამიანებს არსებობის უფლებას აუკრძალავენ საერთოდ ალბათ დრო არის რომ ამ თემაზეც ვილაპარაკოთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ მადლობა გიორგი ხო დღეს რო გითხრა შენ სასამართლოზე რა მოხდა მე ვიცი მაგრამ ხო არ არის ალბათ ჯერ ინფორმაცია ეგრე გავრცელებული საერთოდ რაზე გიყენებდნენ ბრალს რა უნდათ როგორ დღეს როგორ გამართლდი ახო გამართლდი ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია მან და არავინ გამართლებოდა ჯერ სისტემის წინააღმდეგ ეგეთი პრეცედენტი არ არსებობს მარტო ამ სისტემისკენ წინა სისტემის დროსაც ეგრე იყო რა ხო ეგ ამ პირობებში შეუძლებელია მაგრამ აი მაგის პირობას თქვენ გაძლევთ პირველ რიგში რომ ეგ დრო აუცილებლად მოვა როცა აი ეგ მტკიცებულებები ყველაფერი ერთად შეგროვდება და იმ სკამებზე სხვა ადამიანები ისხდებიან, როგორც მე უკვე ეგ ადმინისტრაციული საქმეები არიდება მათ წინ ნამდვილად და ბევრად მძიმე დანაშაულებებზე მოუთხოვთ პასუხს. ეგ საქმე გადავდოთ სტანდარტულად როგორც ყოველდღე ათობით ადამიანს ასამართლებენ ხოლმე, ეგრე უბრალოდ ძალიან ცალსახა იყო ყველაფერი და ალბათ მარტო ეგ ვიზეც არ იყო რის გამოც უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, მაგრამ ჩემთვის ეგ არ არის მთავარი უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს აბსოლუტურად და მაგის მტკიცებულებებიც მაგ და სასამართლოს ვინც ესწრება და ყველასთვის ძალიან თვალსაჩინო იყო ეგ
უბრალოდ ხო რამ ეგ მაქსიმუმია რაც მაგვითარებაში შეიძლება რომ გაეკეთებინათ ახლა იმ ადამიანებს ვინც გადაწყვეტილებას იღებდა და მაგას ვიღებ როგორც მოცემულობას, მაგრამ ეგ ბრძოლა გრძელდება რა თქმა უნდა. ეგ დავანებოთ მაგას თავი თქვენ მინდა ჩემი უდიდესი მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ დროს და ასე შემდეგ. ჩემი მხარდაჭერა კი არა ზუსტად ვიცი თქვენ, რა ვიცი თქვენ ვიდეოებს და ყველაფერს ყოველ დღე თვალს ვადევნებ. მაპატიეთ უბრალოდ რომ აქამდე ვერ მოვახერხერო შემომერბინა თქვენთან, მაგრამ ხო რა თქვენი დღის წესრიგი ცხოვრობ მე შეუულებრივად არ აქვს მნიშვნელობა შენობაში ვარ ხოლმე თქვენთან ერთად თუ არა რა. ეგ ალბათ ის ბრძოლა რომელიც აი მე რო სტუდენტი ყოფილიყავი, მაშინ ხო რაღაც ჩემი ბრძოლა ეგ იქნება და მაგ მომენტში რა. და ჩვენ ყველა აი ერთ პატარა რაღაც კუნძულზე ვდგავართ რა, ეს ერთმანეთს მიხუტებულები ბუნებრივად, იმიტომ რომ ეგ კუნძული ძალიან პატარა არის, უკვე ძალიან შეგვივიწროვეს ეგ მიწა, რაზეც თავისუფლად შეგვიძლია სუნთქვა და არსებობა რა. და ბუნებრივად ეგრე მოხდა რომ ერთმანეთზე ვართ ჩახუტებულები და ვიცდილობთ რომ ეს მიწა გავაფართოვოთ კიდე, რომ ის რაღაც სივრცე შევიძინოთ არსებობისთვის რა. ეგ ძალიან ბუნებრივი და ყველა ბრძოლაში, ყველა ლაპარაკში, ყველა ფერში სადღაც ეგ მცდელობა არის და ეგ ბრძოლა არის რა. რასაც თქვენ აკეთებთ, რა თქვენ ხო თქვენი სივრცისთვის იბრძვით რა, ხო ვერც არ არსებობს, აი რაღაც ლოგიკურად რომ მიყვები. აქ ხედავთ რომ რაღაც აი მაგ ხელა უსამართლობას წააწყდით ეგრევე რა, აი რაღაც ელემენტარულ სიტყვით, ელემენტარულ მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან, ვინც რაღაც პროფესიებს გვძენს და ასე შემდეგ რაღაც მაღალ მატერიებზე გველაპარაკება და სინამდვილეში აი ეგეთ რაღაც დაბიონაბიჯებს დგავს. და მაგას რომ თავი დავანებოთ მე აი ამ ეტაპის მერე კიდე რაღაც პროფესიული ეტაპი იწყება ხო ცხოვრების და ხედავ რომ აი ეგ ეტაპიც იწყება რანაირ გარემოში, სადაც ელემენტარული თავისუფლება არ არსებობს და თან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისთვისაც ეგ თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რა, გადამწყვეტია რა, სხვანაირად არ არსებობს ხელოვნება, აი თუ ნებისმიერი რამე თუ ხო რა, ანუ ხელოვნება უკვე აღარ არის, ეგ თუ მიზანი არის ისო ვიღაცას ასიამოვნოს ან რაღაც ქულები დაიწეროს ან რაღაც, აი თავისუფლების ფაქტორი იმ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ ხო რაღაც აი ერთი და იგივე ბრძოლაა, მაგრამ აი რაღაც მაგ კუთხით, მაგ სივრცისთვის იბრძვით და ასე შემდეგ. ჩვენ კიდე რაღაც და ეს ერთი და იგივე რამისთვის ვიბრძვით აბსოლუტურად, მაგას ჩვენი მომავალი ქვია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ქვია და ხო რა, ეგ გამორიცხული, ეგ ალბათ ყველაზე ბოლოა რა. მაგიტო ვართ ახლა აქ როცა არც ამინდია მნიშვნელოვანი და არაფერი, იმიტომ რომ ის რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ყველაფერზე მაღლა დგას რა. ხო, ეგ დანარჩენი გზა არის რუსეთში ცხოვრება, რაც ალბათ მეც ის თავობა ვარ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს. ეგ რა, უბრალოდ წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ნუ საკუთარ ტყავზე და კანზე არ გამომიცდია რა. არც თქვენ და არ შემიძლია რომ შევეგუო მაგას იმ წარმოდგენიდან გამომდინარე, რა წარმოდგენაც მაქვს და ხო რაღაც ლოგიკური აზროვნებით შეგიძლია მიხვდე ეგ რა არის. ან კიდე ერთი გზა არის, რაც შენ თქვი რა, რომ ჩავაგო და წახვიდე და სადღაც ნულიდან დაიწყო და ეს ყველაფერი რაც გიყვარს და ასე შემდეგ დაუტოვო იმ ხალხს, ვინც არ გიყვარს და ვინც იცი რომ საშინლად მოიქცევა აქაურობას რა. ხო და ზუსტად, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სიყვარული მიიღე, ძალიან დიდი მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ წამს და ნებისმიერ დროს. ძალიან მიყვარხართ და მადლობა ყველაფრისთვის რა. ეგრე გავაძლიეროთ ერთმანეთს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი და ეხლა მინდა მივმართო გიორგი შალუტაშვილს, კონკრეტულად თეატრალური ინსტიტუტის რექტორს. პირდაპირ გეტყვით გიორგი, ის რასაც არ გეტყვიან თქვენი სტუდენტები, განა ვერ გეტყვიან, გეტყვით მე, მოქალაქე და ქართველი დედა. ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან მალე და ძალიან მაინტერესებს მე რას აპირებთ. როგორ აპირებთ თქვენ სტუდენტებს ჩახედოთ თვალებში, როგორ აპირებთ მომავალ თაობას, აი როგორ აპირებთ რომ საერთოდ
გამარჯობა უთხრათ, ან როგორ აპირებთ ამ შენობაში შეხვიდეთ და კვლავ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თქვენ ხომ მიცით, რომ როცა ყველაფერი იცვლება, როცა ხელისუფლება იცვლება, როცა სისტემა იცვლება, იქ რო ყველაფერი იცვლება. შესაბამისად ყველაც იცვლება და რუსთაველზე გაგიჭირდებათ გავლა თამამად და თავაწეულს და ჯერ გაქვთ დრო ასევე მინდა მარტო შალუტაშვილს არა უნივერსიტეტის რექტორს მივმართო სხვა რექტორებს მივმართო სამხატვრო ხელმძღვანელებს მივმართო თეატრალური საზოგადოების რომელიც უნდა იყოს ყველაზე თავისუფალი რომელიც უნდა იყოს ყველაზე პირველი ვინც სიმართლეს ვინც ღირსებას ემსახურება ნინო ანანიაშვილს მინდა მივმართო ბალეტის თეატრად რო გადააკეთა ოპერის და ბალეტის თეატრი ემსახურება პირდაპირ ხუთქიმიან ვარსკვლავს ქალი და ძალიან კარგად მესმის აი ნინომ რაც თქვა და ბალერინებმა რაც თქვეს აქ რომ რუსული დასი ჩამოიყვანეს რეალურად რა თქვენი დრო ძალიან მალე დამთავრდება ვერ გაივლით ქუჩებში შეგწყვებათ თავის აწევის და ამ ქალაქში ვერ იცხოვრებთ სინდისი თუ გაგაჩნიათ დარჩენილი თუ გაქვთ აი ეს პატარა ნატამალიც კი დაგწვავთ და დაგფერფლავთ და ესენი ყველა ვინც ეხლა ამ რეჟიმმა ამ უზურპატორულმა რეჟიმმა დაასახიჩრა დალეწა ყველა ჩემი შვილია და ჩემნაირი დედა ამ ქალაქში ძალიან ბევრია და ყველა დედა დღეს საქართველოში არის ქართლის დედა ნუ გვაიძულებთ იმ ფიალა ღვინოსთან ერთად ის ხმალი ტყუილა არ უჭირავს ნუ გვაიძულებთ დედებს რომ განხორციელებული ქართლის დედები აი აქ მოვიდეთ და დაგიდგეთ და დიდი მადლობა მიყვარხართ ქართველებო და თქვენ ხართ ის თაობა რომელმაც შვა ახალი საქართველო და ალბათ გალაქტიონმა რო დაწერა ვაშა ამ ახალ საქართველოსო ეს ქონდა ალბათ დანახული ის არ იყო ახალი საქართველო აი ეხლა იბადება ახალი საქართველო და თქვენ ყველანი ხართ ამის შემოქმედი თქვენი სისხლით თქვენი ხორცით თქვენი ძვლებით და გულწრფელი ღირსეული გულით მადლობა მიყვარხართ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოლომდება აუცილებლად დამარცხდება მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყველას დღეს დავასრულებთ დისკუსიას ხვალაც მართავ დისკუსიას და წესით ზეგაც ამიტომ ნების ანუ ხვალას და ზეგაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და რა ვიცი მოგვისმინოთ მადლობა დღევანდელი დღისთვის ეხლა ჩვენი სტუდენტები გამოვლენ და რა ვიცი შეგიძლიათ ცოტა გავხალისდეთ დისკუსიის მერე და რაღაცა ჩვენი სფეროს შესაბამისად გავერთოთ თუ ამ სიტუაციაში შეიძლება კიდე გახალისება. მადლობა დიდი ყველას. უჭულაძე შემგვერდით რა თქმა უნდა ახალზე მარტო რაიონი უმეტესობა მიდის არა მაინც დგას იქ ხალხი გაუმარჯოს მაუ 2024 ჯუჯების სტუდიო რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც შენ გუდავ მე ვდგავარ ვიფც შენ მესვი მე ვდგავარ ვიფც ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში